ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა არის ეს ძალიან სიმპათიური მამაკაცი, ესე ვიტყოდი, გუსტავ კლიმტი, ავსტრიელი მხატვარი, რომელიც მ წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებების მიუხედავად მის მიმართ ყოველთვის იწვევდა საზოგადოების ინტერესს და 2025 წელს ისევ შევიკრიბეთ მისი გარდაცვალებიდან 107 წლის შემდეგ და ის კვლავ აქტუალურია. მეგობრებო. კლიმტი ჩემი დაკვირვებით ამ წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებებს იწვევს თავისი განსაკუთრებული ღიაობით, აა თავისი სექსუალობის დემონსტრირებით, ეროტიზმით, რაც ვფიქრობ, რომ გარკვეულ შემთხვევებში თავისებურ უხერხულობებს იწვევს, ამიტომ არის ხოლმე მის მიმართ ესეთი თავისებური დამოკიდებულებები ადამიანების მხრიდან. თუმცა ნამდვილად ვერ უარყოფთ იმას, რომ ის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვარია და ჩვენ დღევანდელი შეხვედრის მანძილზე ამაში კიდევ უფრო კარგად დავrწმუნდებით. სანამ უშუალოდ გადავალ განხილვაზე, მინდა რომ წინასწარ გარკვეული ცოდნით და ინსტრუმენტებით აღვიჭუროთ და ეს ყველაფერი დაგვეხმარება მისი ნამუშევრების უფრო ღრმად გაგებაში. კლიმტი არის ავსტრიული ავანგარდული ხელოვნების ლიდერი. ამიტომ იმისათვის რომ გავიგოთ რა არის ავანგარდული ხელოვნება, გთავაზობთ მცირე ექსკურსს იმ პერიოდის ევროპულ ხელოვნებაში, რომელშიც თავად კლიმტი ცხოვრობდა. სიტყვა ავანგარდი არის ფრანგული წარმოშობის სიტყვა და ნიშნავს სამხედრო შენაერთის მოწინავე ფლანგს. ავანგარდული ხელოვნება ყოველთვის წარმოშობს და ამკვიდრებს ახალ აზრებს, ახალ იდეებს. ავანგარდული ხელოვნება მოითხოვს გახსნილობას, ღიაობას, მოითხოვს ქმედით აზროვნებას და ხშირად ის არის მიუღებელი გარშემოყოფებისთვის, განსაკუთრებით, მეგობრებო, როდესაც საუბრობთ პერიოდზე, ხო, ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისი, რომელშიც ცხოვრობდა კლიმტი. აა 1864 წელს პარიზში მოეწყო ავანგარდულად მოაზროვნე მხატვართა გამოფენა. ხო, დამოუკიდებელი გამოფენა. აა რომელმაც მხატვრულ აზროვნებაში მოახდინა სრული გადატრიალება. ამ მიმდინარეობას კრიტიკოსმა უწოდა იმპრესიონიზმი, ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი და საყვარელი. ეს სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან შთაბეჭდილება, სწორედ ამ ნამუშევრის მიხედვით, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე, ეს არის კლოდ მონეს შთაბეჭდილება, ამომავალი მზე, ან მზის ამოსვლა. მონეს გარდა იმპრესიონიზმის მიმდევრები და წამყვანი ფიგურები არიან პოლ სეზანი, ედგარ დეგა, ედუარდ მანე, კამილ პისარო, პიერ ოგიუსტ რენუარი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სურათები, რომლებიც თან ახლავს მხატვრობის ფოტოებს, არ არის აუცილებლად იმპრესიონიზმის პერიოდიდან. შესაძლოა მაგალითად კონდეს მოტანილი პოსტიმპრესიონისტული ნამუშევრებიც, მაგრამ ვეცადე რომ მათი ყველაზე უფრო ცნობილი ნამუშევრები მომეტანა თქვენთვის. წარმოიდგინეთ იმ საზოგადოების რეაქცია, რომელიც მხატვრობად მიიჩნევდა მხოლოდ ასეთ სურათებს, ასეთ მხატვრობას. ძალიან მაღალ აკადემიურ დონეზე შესრულებულს. სურათი, რომელსაც ეკრანზე ხედავთ, არის ნეოკლასიცისტი მხატვრის ტომას კუტიურის, რომელიც იყო ედუარდ მანეს მასწავლებელი და თავად ედუარდ მანეც ასე შესანიშნავად ხატავდა, ანუ ასეთი მაღალი დონის მხატვრული განათლება ჰქონდა მიღებული. და წარმოიდგინეთ იმ საზოგადოების რეაქცია, რომლებიც მიჩვეულნი არიან ასეთ მხატვრობას და უცებ დაინახეს იმპრესიონისტული ნაჯღაბნები, ბრწყალებში რომ ვთქვათ. რა თქმა უნდა, აღშფოთდნენ. როგორც ხედავთ, იმპრესიონიზმამდე მხატვრობა იყო მაღალაკადემიური, მკაცრი. შეხედეთ, როგორ ჩაკეტილი არის კომპოზიცია. გვერდებზე დააკვირდით.
როგორი მკაცრია მონასმი, როგორი დახვეწილია ფორმები, შუქი, ჩრდილი, რომელიც თანაბრად არის, ხო, გადანაწილებული. ხედავთ ანტიკურ მოტივებს, იმიტომ რომ კლასიცისტური ხელოვნება მიისწრაფვის სწორედ ანტიკური აა იდეალებისკენ, ესთეტიკური იდეალებისკენ. თეთრი ფერი არის დამახასიათებელი ამ მიმდინარეობისთვის, როგორც რაღაცა წმინდა, ამაღლებული, ხო? აა ასეთი ხელოვნება, ასეთმა ხელოვნებამ უნდა გაზარდოს მაყურებელი, მასზე უნდა მოახდინოს რაღაცა აღმზრდელობითი გავლენა და ამ დროს წარმოიდგინეთ შთაბეჭდილება მზის ჩასვლა. ხო, ამიტომაც გასაგები არის საზოგადოების აღშფოთება იმპრესიონისტების მიმართ. აა სინამდვილეში იმპრესიონისტები ცდილობენ, რომ ხელოვნება უფრო ცოცხალი გახადონ, სწრაფად, რას ნიშნავს შთაბეჭდილების ჩახატვა, ხო? სწრაფად უნდა ჩაიხატონ მოცემული მომენტი, რომელიც აღარასდროს აღარ განმეორდება. სწორედ ეს განსაზღვრავს მათ თავისუფალ მონასმს, ხო? სისწრაფე არის საჭირო აი ამ მიმდინარეობისთვის. აა ისინი გამოდიან თავიანთი სახელოსნოებიდან, გადიან ბუნებაში და მათი ინტერესის საგანი არის ბუნებრივი შუქის ზემოქმედება საგანზე. ისინი თამამად ცვლიან რაკურსებს და სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ კინემატოგრაფის გარკვეულწილად კინემატოგრაფიის დაბადებასაც წინასწარმეტყველებენ. გარდა ამისა, იმპრესიონიზმი არის პოზიტიურ აზროვნებაზე დაფუძნებული მიმდინარეობა, რაც გამოიხატება განსაკუთრებულ ფერადოვნებაში, ხო, თემატიკაშიც, თემებშიც, იმიტომ რომ თუ გადახედავთ სიუჟეტებს, ძირითადად ეს არის მაგალითად ფრანგული საზოგადოების მიერ თქვათ სიცოცხლით ტკბობის მომენტები. სეირნობა, ცეკვა, ახალგაზრდობა, ანუ წინა ფლანგზე არის აი ესეთი თემატიკა. ანუ, როგორც აღვნიშნე, იმპრესიონიზმი არის პოზიტიურ აზროვნებაზე დაფუძნებული მიმდინარეობა. თუმცა, იმპრესიონიზმი მაინც არის თავისი ხასიათით რეალისტურ მხატვრობაზე დაფუძნებული. რას ნიშნავს ეს? მიუხედავად ახლებური ხედვისა, ამ მიმდინარეობაში ფორმას, ფერს, მონასმს, ხო, არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა. მარტივად რომ ვთქვათ, იმპრესიონიზმში ბალახი მწვანეა, ცაცის ფერი, ხო? აი ფერი, ფორმა, მონასმი, დამოუკიდებელ ხაზი, დამოუკიდებელ მნიშვნელობას შეიძლება ცოტა მოგვიანებით პოსტ-იმპრესიონიზმის ეპოქაში. აი მაგალითად შეხედეთ ვინსენტ ვან გოგის ვარსკვლავებიან ღამეს. თქვენ აქ ხედავთ პასტოზურ მონასმებს, პასტოზური ნიშნავს, როდესაც საღებავი სქლად ადევს ზედაპირს და აი ამ პასტოზური მონასმებით წრიულად მოძრავ ცას. ამ შემთხვევაში აი ეს მონასმი ატარებს დამოუკიდებელ მნიშვნელობას. ეს არ არის უბრალოდ ვარსკვლავებიანი ღამე, რომელიც ჩაიხატა ვინსენტ ვან გოგმა. ჩვენ აქ ხედავთ მხატვრის უშუალო ემოციურ დამოკიდებულებას აი იმ ვარსკვლავებიანი ღამის მიმართ. აი ეს არის უკვე პოსტ-იმპრესიონიზმი. ან მაგალითად, შევხედოთ პოლ გოგენის ხილვა ქადაგების შემდეგ, ან იგივე ანგელოზის ბრძოლა იაკობთან. რას ვხედავთ? მხატვრის თანამედროვე სამოსში გამოწყობილ მონაზვნებს, რომლებიც წირვის შემდეგ უყურებენ იმას, რაც მოისმინეს ეკლესიაში, ხო, წირვაზე. აა ისიც კი არ ვიცით მოქმედება მიწაზე ხდება თუ ცაში ხდება. მაგრამ დააკვირდით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ფერს. აი, მე მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ ამ ნამუშევარში წითელი ფერი ატარებს ნამდვილად დამოუკიდებელ მნიშვნელობას და კიდევ უფრო ამძაფრებს აი მისტიკურ გარემოს, აი მძაფრ ემოციურ გარემოს, რომელშიც ხდება მოქმედება.
ესე იგი, პოლ გოგენი აერთიანებს ბიბლიურ სამყაროს თან მის თანამედროვე სამყაროსთან. ეს არის უკვე პოსტიმპრესიონისტული ნამუშევარი, ხო? პოსტიმპრესიონიზმის ეპოქიდან იწყება უკვე ის პროცესები, რომელშიც მხატვრები გარე სამყაროდან გადადიან უკვე თავიანთ შინაგან, პრივატულ, სიმბოლურ, ქვეცნობიერ სამყაროზე. და სწორედ ამის ასახვას ცდილობენ თავიანთ ნამუშევრებში. აი, ეს არის პოსტიმპრესიონისტული ნამუშევრები და ამან კიდევ უფრო მეტად განავითარა ხელოვნება, იმიტომ რომ აი ამ ინდივიდუალურმა დამოკიდებულებებმა მოიტანა მხატვრული თავისებურებები, მაგალითად გაჩნდა ექსპრესიონიზმი, ხო? რომელიც უშუალო ემოციურ დამოკიდებულებას უკავშირდება მხატვრის გარემომცველი სამყაროს მიმართ. სწორედ, მოკლედ, აი ამის თქმა მინდა, რომ ამ შემთხვევაში ფოკუსირება ხდება შინაგან სამყაროზე. ხო, აი, ძალიან ბევრ იდეას აჩენს ერთდროულად და ეს პოსტიმპრესიონიზმისთვის დამახასიათებელია. ვფიქრობ, რომ აი ამ მცირე მიმოხილვამ მოგვამზადა უკვე იმისათვის, რომ უშუალოდ გუსტავ კლიმტზე ვისაუბროთ. გუსტავ კლიმტი დაიბადა 1862 წლის 14 ივლისს ვენაში, ბაუმგარტენში, ვენასთან ახლოს უпростоრად, ვენის გარეუბანში და ის 7 შვილიდან იყო მეორე. მამამისი იყო ერნსტ კლიმტი და დედამისი იყო ანა კლიმტი, რომლის ფოტოც მოვიძიე და როგორც ხედავთ, ის უკვე საკმაოდ მოხუცია აქ. თუმცა, რა თქმა უნდა, ფოტო ჯობია. აა საკმაოდ დრამატული სახე აქვს ჩემი აზრით, რაც განპირობებულია ალბათ იმით, რომ გარკვეული ტრაგედიები გადახდა თავს, ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. აა კლიმტის მამა ერნსტ კლიმტი იყო ოქრომჭედელი და ძალიან უნდოდა რომ მიშვილებსაც გაეგრძელებინათ მისი ხელობა, განსაკუთრებით გუსტავს, თუმცა გუსტავმა გაცილებით უფრო ფართო მხატვრული ნიჭი და უნარები გამოავლინა, თუმცა მისი ერთ-ერთი ძმა მამის კვალსაც გაყვა. 14 წლის კლიმტი აბარებს ვენის, ეს არის კლიმტის ოჯახი. 14 წლის კლიმტი აბარებს ვენის გამოყენებით ხელოვნების სკოლაში და ის თავის ძმასთან ერთად ეუფლება დეკორატიულ მხატვრობას, დიზაინს, ფრესკებს, ფრესკულ მხატვრობას, თეატრის დეკორაციებს და მოკლედ აი ძალიან ეს ცოდნა ძალიან კარგად აისახება მის შემდგომ მხატვრულ განვითარებაზე. კლინტის ადრეულ ნამუშევრებშივე იკვეთება მისი მაღალ პროფესიონალიზმი, აი დააკვირდით. აი ეს სამი გრაფიკული ნამუშევარიც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ კლინტი ძალიან მაღალ დონეზე ფლობს ხაზს, მაგალითად, შეხედეთ როგორი სუფთაა ეს ხაზი. აქვე ვლინდება ის სინაზე და სინატიფე, რომელიც შემდგომ კლიმტის მთელ შემოქმედებას გასდევს. არა აქვს მნიშვნელობა დააკვირდით, გოგონას პორტრეტს ვუყურებთ თუ ხანში შესული მამაკაცის. ფორმა არის ძალიან მრგვალი, ნაზი, რბილი და აი აქ ძალიან კარგად ჩანს, რამდენად მართლაც დიდი პროფესიონალი არის გუსტავ კლიმტი. თავის საქმის ძალიან კარგი მცოდნე. ესე იგი, როგორც გითხარით, კლიმტთან ერთად სწავლობდა მისი ძმაც, ერნსტ კლიმტი, რომლის ფოტოსაც ხედავთ ახლა თქვენ ეკრანზე და მათთან ერთად მათი მეგობარი ფრანც მატჩი, რომელიც ძმებთან ერთად აარსებს სახელოსნოს. ესე იგი, ისინი ახალგაზრდა ასაკიდანვე ჩართულები არიან ძალიან აქტიურ საქმიანობაში, არსებენ აი ამ სახელოსნოს და იღებენ შეკვეთებს, რომ მოხატონ თეატრების და საჯარო შენობების გარკვეული ნაწილები, ჭერი, კედლები და ასე შემდეგ. და ამაში ისინი ისეთ ოსტატობას გამოავლენენ, რომ შემდეგ და შემდეგ კიდევ უფრო მეტ შეკვეთას მიიღებენ ამ მიმართულებით და ძალიან მომწონს ის
ფაქტიც, რომ ახალგაზრდა გუსტავ კლიმტი უკვე გამოიმუშავებდა საკმაოდ კარგ ჰონორარს თავისი შრომით. და ეს ძალიან შთამაგონებელია ჩემი აზრით. ესე იგი 1893 წელს კლიმტი ოფიციალურად ასრულებს აკადემიას და იმავე წელს გამომცემლობის შეკვეთით ქმნის ალეგორიული ტილოების სერიას, რომლის ერთ-ერთ ნამუშევარს ხედავთ თქვენ ეკრანზე. ეს არის ზღაპარი. ცენტრში ხედავთ ქალს, რომელიც კლასიცისტურ სტილში არის შესრულებული. ხედავთ ცხოველებს, რომლებსაც სავარაუდოდ აქვთ ალეგორიული მნიშვნელობა. ისინი წარმოდგენილნი არიან ბუნებაში, ხედავთ სხვადასხვა საგნებს, მაგალითად კოლბა მელიასთან ერთად, ну, აშკარად არის ალეგორიული შინაარსი. ხო, მაგრამ მე პირადად რაც მიზიდავს ამ ნამუშევარში არის ის, რომ გარკვეული თვალსაზრისით და შესაძლოა არც ვცდები. კლიმტის ქალი ცენტრში მომაგონებს რენესანსის მხატვრის ტიციანის მიერ შესრულებულ ქალებს, ხო? გავს სახეზე თუ დააკვირდებით, ტიციანისეულ ქალს გავს. რაც მეტყველებს იმაზე, რომ კლიმტი ჯერჯერობით არის კლასიკური მხატვრობის მიმდევარი, ხო? და ჩემი ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება იმის აღიარებას, რომ ის არის ამაში შესანიშნავად განსწავლული. ამ ალეგორიული ნამუშევრების სერიიდან არის კიდევ ერთი იდილია, რომელიც ასევე ნეოკლასიცისტური ნამუშევარია და მე ვიტყოდი, რომ ეს ფიგურები მიქელანჯელოსეული ძალით არის გაჟღენთილი. მაგალითად, მე ისინი მომაგონებენ მიქელანჯელოს მიერ სიქსტის კაპელის ჭერზე გამოსახულ იგნუდების ფიგურებს, ხო? აი ამ შიშველი ახალგაზრდა სიცოცხლით და ძალით სავსე სხეულებს და ფიქრობ, რომ უნდა იყოს გავლენა ამ თვალსაზრისით. ცენტრში ტონდოში ვხედავთ ქალს, ძალიან ნაზ ქალს, რომელიც თავის შვილებთან ერთად არის წარმოდგენილი და აი დააკვირდით როგორი ნაზი არის, აი სინაზე და სინატიფე და დეკორატიულობა, რომელიც აი მაგალითად აქაც ვლინდება, ხო? ფონზე ვხედავთ ყვავილებს, ორნამენტებს და მინდა გითხრათ, რომ მართლა არ მეგულება მხატვარი, რომელიც ორნამენტს, ცალკე აღებულ ორნამენტს აი ასეთი ოსტატობით ხატავს და აი ასეთი მშვენიერია მართლაც ერთი პატარა დეტალიც კი, როგორიც არის გუსტავ კლიმტის ორნამენტები. აა ასეთი შეკვეთები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კლიმტისთვის. რადგან სახელი გაითქვა, სახელი გაითქვეს. როგორც აღნიშნე, ესე იგი, მან, მისმა ძმამ და მათმა მეგობარმა. და რადგან გახდნენ პოპულარულები 1886 წელს მათმა სახელოსნო მიიღო უფრო მნიშვნელოვანი შეკვეთა ახალი თეატრის ბურგ თეატრის ჭერისა და კიბეების მოხატვა. ეს არის ერთ-ერთი ეს საკმაოდ დიდი ნამუშევარია. ყველაფერს ვერ ვნახავთ, რა თქმა უნდა, მეგობრებო, მაგრამ მინდა რომ ასე თუ ისე შეგვექმნას შთაბეჭდილება და ვიცოდეთ, ხო, როგორი მხატვარი არის კლიმტი, ამიტომ ცალკეული დეტალები მოვიტანე. აი, შეხედეთ, ეს არის დიონისეს საკურთხეველი, სადაც ძალიან კარგად ჩანს კლიმტის ინტერესი ანტიკური სამყაროს მიმართ. და ასევე დააკვირდით ფორმებს, ხო? როგორი ნაზია, როგორი რბილია, როგორი თანაბარი არის განათება შუქჭრდილი. აი ყოველთვის თუ გადახედავთ შემდეგ კიდევ კლიმტის შემოქმედებას, აღმოაჩენთ, რომ უკიდურესი სინაზით გამოირჩევა და თავისი განსაკუთრებული დამოკიდებულებით ქალების მიმართ. ეროტიზმით, ხო, კიდევ ერთი წამყვანი თავისებურება კლიმტის შემოქმედების არის ეროტიზმი. მიუხედავად იმისა, რომ კლიმტს არ ახასიათებდნენ როგორც ღია ადამიანს, ხო, პირიქით ის ცნობილი იყო თავისი ჩაკეტილი ხასიათით და ვფიქრობ, რომ აი ასეთ ხასიათმა კიდევ უფრო კარგად შეუწყო ხელი მის ღრმა რეფლექსიას საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ, თავისი სექსუალობის მიმართ. სწორედ ამიტომაც არის ნამდვილად ძალიან სიღრმისეული და ნამდვილი ეროტიზმით გაჯერებული მისი შემოქმედება. ესე იგი, გარდა ამისა, მინდა დააკვირდეთ, აქაც ხედავთ ყვავილებს, ორნამენტებს,
ხო, რომლის ოსტატიც არის ნამდვილად გუსტავ კლიმტი. აა გარდა დიონისეს საკურთხევლისა, აი ამ ფრესკებში ვხვდებით შექსპირის გლობუსის თეატრის რომეოსა და ჯულიეტას და როგორც გითხარით, თელ ჭერს ვერ დავათვალიერებთ. მაგრამ მინდა რომ ყურადღება მიაქციოთ პერსონაჟებს. აქ ძალიან კარგად ვლინდება კლიმტის უდიდესი ოსტატობა პორტრეტების მიმართ, რაც შემდგომ კიდევ გამოადგება მას თავის შემოქმედებაში და აი ახლა ვნახავთ ამ ყველაფერს ჩვენი თვალით. აი ამ დეკორაციებმა კლიმტს მოუტანა ავსტრიის სამეფო ჯილდო. და კიდევ უფრო გაუთქვა სახელი. 1887 წელს მაპატიეთ გუსტავ კლიმტი და მისი მეგობარი ფრანც მატჩი იღებენ კიდევ ერთ შეკვეთას ძველი თეატრისთვის, სანამ ამ თეატრს დაანგრევენ. აი ამ ნამუშევარზე გამოსახული უნდა იყოს ვენის მაღალი საზოგადოება, მაღალი წრე. და მინდა წარმოიდგინოთ ეპოქა, როდესაც არც ინტერნეტია, არც ტელევიზია, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კლიმტისნაირ მხატვარს, რომელიც ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოსცემს ადამიანის პორტრეტებს. ის და თავის ძმა ერნსტი სწორედ თავიანთ ხელობას აუმჯობესებდნენ პორტრეტის მიმართულებით, სწორედ ფოტოების გადმოხატვით. და ეხლა მე თქვენ გიჩვენებთ აი ამ ნამუშევარს. ეს ცოტა უხარისხოა, მაგრამ გაჩვენებთ ძალიან კარგ ხარისხიან ნამუშევარსაც. უბრალოდ მინდა რომ შევხედოთ ამას. ეს არის სწორედ ეს ნამუშევარი, რომელიც არის გუაშით შესრულებული, ძველი ბურგ თეატრი, სადაც თქვენ ხედავთ ვენის მაღალ წრეს და მინდა გითხრათ, რომ თითოეული ადამიანის პორტრეტი არის სიზუსტით გადმოცემული და ეხლა ერთად დავათვალიეროთ ვინ და რა არის გამოსახული აქ. სანამ კლიმტი აი ამ ნამუშევარს შექმნიდა, 1500-ზე მეტი ესკიზზე იმუშავა, მეგობრებო. 1500-ზე მეტ ესკიზზე. ერნსტ კლიმტი, მაგალითად, მისივე ძმა. კარლ ლუეგერი, პოლიტიკოსი, აი ამაზე არის საუბარი, რომელიც მოგვიანებით კიდევ უფრო წინ წავიდა ვენის მერიც გახდა. აი ეს მისი ფოტოა. აა მსახიობი კატერინა შრატი, მისი ფოტო, რომელიც იყო იმპერატორ ფრანც ჯოზეფის კომპანიონი ქალბატონი. ჟურნალისტი ედუარდ ბაშერი, აი ამაზეა საუბარი. როგორც ხედავთ, ძალიან გვანახო პერსონაჟები თავის თავს. ალექსანდრ გირარდი, მსახიობი, რომლის პორტრეტსაც, ფოტოპორტრეტსაც გაჩვენებთ ახლავე. იცით რა მიგვის, რა ზომის ფოტოა განა, რომ ასე ახლო მოწევისას, გადიდებისას სრულყოფილად ჩანს სახეები. მნიშვნელობა არ აქვს, ნახეთ 82 სანტიმეტრი 92 სანტიმეტრზე, მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ის რომ ასე კარგად ჩანს სახეები, ეს თავად კლიმტის ოსტატობაზე მიუთითებს. ამის არგუმენტად შემიძლია კიდევ მოგიყვანოთ ჩრდილო რენესანსის ნამუშევრები, რომლებიც ხშირად შესაძლოა იყოს უკიდურესად პატარა ფორმატებზე შესრულებული. მაგალითად, იან ვანეიკის მადონა ტაძარში არის 31 სანტიმეტრის სიმაღლეში 14 სანტიმეტრზე. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მაგრამ უკიდურესად დეტალურად არის გადმოცემული თითოეული ფიგურა პერსპექტივაშიც კი. აი ყველაზე შორეული ფიგურებიც კი ძალიან დიდი სიზუსტითაა გადმოცემული. ეს უბრალოდ მხატვრის ოსტატობა არის და ამ შემთხვევაში ზომას არ აქვს მნიშვნელობა. ნახოთ კიდევ, ვინ არიან გამოსახულნი? ერცჰერცოგი კარლ ლუდვიგი და მსახიობები, მეგობრებო, ყველაზე აღარ შევჩერდები.
ესე იგი, როგორც ხედავთ, ეს ჩვენ ვინც ამოვიცანით, ხო? ვიზეთ მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუმცა როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ხალხი არის გამოსახული აი ამ კომპოზიციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული ადამიანის პორტრეტი უდიდესი სიზუსტით არის შესრულებული. რაც უკვე გვარწმუნებს იმაში, რომ ნამდვილად ძალიან დიდი პროფესიონალი არის კლიმტი, ხო? ეხლა ნელ-ნელა გავყვეთ გზას, როგორ ვითარდება ის, როგორც აა სიმბოლისტი მხატვარი. აა აი ამ სურათმა რაღა თქმა უნდა კიდევ ერთი დიდი წარმატება მოუტანა კლიმტს. და შემდეგი ნაბიჯი ეს იყო უკვე ახალი შეკვეთა ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმისთვის დეკორაციების შექმნა. აა, კლიმტის ამოცანა იყო ის, რომ პილასტრებს შორის რასაც ახლა ხედავთ მაგალითად ეკრანზე, და კედლებზე უნდა გამოესახა ფიგურები აღებული ხელოვნების ისტორიის სხვადასხვა ეპოქიდან. ძველი აღმოსავლეთიდან დასრულებული რენესანსით. ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ ძველ ეგვიპტეს. და აი აქ უკვე ძალიან კარგად ჩანს მხატვრული თავისებურება, რომელიც ახასიათებს კლიმტს. ჩვენ ძველი ეგვიპტის მხატვრულ სახეში ვხედავთ თანამედროვე ქალის სახეს. თანამედროვე ძალიან გამომწვევი, ძალიან მიმზიდველი ქალის სახეს, ხო? აი ასეთი ძლიერი, თანამედროვე ეროტიზმით გაჯერებული ძლიერი ქალები კლიმტის შემოქმედების მთავარი მოტივი გახდება. და ჩვენ დღეს რამდენიმეს აუცილებლად შევეხებით. აა 1890-იან წლებში კლიმტი უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს ვენის კაფეებში, რადგან აკადემიურ წრეებში ჯერ კიდევ, მოკლედ, არ არიან მზად, რომ ახალი მხატვრული გამოწვევები მიიღონ. ვენის კაფეებში უფრო და უფრო თამამად განიხილავენ ახალ შემოქმედებით ძიებებს, იდეებს, ხო? და ეს მივა იქამდე, რომ გუსტავ კლიმტი 1897 წელს აა 40 სხვა მხატვართან, შემოქმედთან ერთად გამოეყოფა ვენის კონსერვატიულ მხატვრულ წრეს და დაარსებს ვენის ავანგარდულ გაერთიანებას, რომელსაც ეწოდება სეცესიონი. აი სეცესიონის სიტყვა პირდაპირ კავშირში არის გუსტავ კლიმტთან, იმიტომ რომ ის არის სეცესიონის დამფუძნებელიც, მთავარი მხატვარიც, ხო, აი მთავარი ძალა. 1892 წელს სამწუხაროდ კლიმტის მამა და ძმა კვდებიან, ერნსტ კლიმტი, რომელთანაც ნახეთ, რომ მას შემოქმედებითი კავშირი ჰქონდა, ხო, გარდა ემოციური შემოქმედებითი და დარწმუნებული ვარ, აი ორმაგად გამოეცალა ენერგია თავისი ძმის გარდაცვალებით და ნამდვილად დამანგრევლად იმოქმედა ამ ფაქტმა მასზე. თუმცა მას ყოველთვის მთელი სიცოცხლის განმავლობაში და განსაკუთრებით აი ამ მძიმე პერიოდში გვერდში ედგა თავისი რძლის ერნსტის ცოლის და ემილი ფლოგე. აი ეს მშვენიერი ქალბატონი, რომელიც თავის მხრივ ასევე ძალიან შემდგარი ხელოვანი იყო, ის იყო ტანსაცმლის დიზაინერი, იმ პერიოდისთვის ძალიან თანამედროვე და ის სიცოცხლის ბოლომდე დარჩა კლიმტის მუზად. აა კლინტი თითქმის არასდროს გადიოდა ვენიდან. არ უყვარდა მოკლედ ესე ვთქვათ მიჯაჭვული იყო თავის ქალაქზე. თუმცა ზაფხულობით ემილის საოჯახო აგარაკზე ატარებდა ხოლმე ძალიან ბევრ დროს. იქ ის ხატავდა შესანიშნავ პეიზაჟებს. ეხლა მე მინდა თქვენ წარმოგიდგინოთ გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული საყვარელი ქალის პორტრეტი, სადაც ჩვენ ვხედავთ, ну, ეს უკვე არის გუსტავ კლიმტის ახალი მხატვრული გზა, ხო? ეს აღარ არის უკვე კლასიცისტური პერიოდი, სადაც ჩვენ ვხედავთ აკადემიურ და ავანგარდულ ხელოვნებას ერთად, ხო? რეალისტური მხატვრობა, მოცულობითი ფორმები, შუქ ჩრდილები. ძალიან კარგად ვლინდება ემილი ფლოგეს სახეში.
ხო, ხელებში მაგალითად. მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვხედავთ, რომ მისი სხეული თითქოს დეფორმირებულია და ამავდროულად არის ძალიან ბრტყელი და ძალიან დეკორატიული. ყურადღებას იქცევს ფონიც, ხო, რომელიც ასევე ფერადოვანი თავისებურებებით გამოირჩევა და გარდა ამისა, ფონზეც კარგად ჩანს ყვავილოვანი მოტივები. პოსტიმპრესიონიზმში ჩვენ ვთქვით, რომ ფერი, ფორმა, მონასმი იძენს დამოუკიდებელ მნიშვნელობას, ხო? რატომ? იმიტომ, რომ ერთია ასახო შენ გარშემო არსებული რეალური სამყარო, მაგრამ მეორეა, რომ აი ამ რეალურ სამყაროს მიუმატო კიდევ შენი სულიერი სამყარო, ხო? და იმისათვის, რომ კარგად გადმოსცე შენი სულიერება და სული და რადგან როდესაც ვსაუბრობთ სულზე, ჩვენ არ გვაქვს თქვათ ესე ხელშესახები არაფერი, ხო? ძალიან აბსტრაქტულია, თქვათ, აი როგორ შეიძლება გადმოსცე შენი სული, შენი თუნდაც ემოცია, ხო? აი აქ კარგად ჩანს სწორედ ეს ასპექტი. სულიერი სამყაროს გადმოთარგმნა ფერებში, ფორმებში, ხაზებში, ორნამენტებში. აი ეს ბრტყელი, თითქოს დეფორმირებული სხეული, რომელიც გაწყობილი არის აი ასეთი მშვენიერი ორნამენტებით, სწორედ სულიერების ილუსტრაცია, სულის ილუსტრაცია. და ჩვენ აქ ძალიან კარგად ხედავთ გუსტავ კლიმტის დამოკიდებულებას საყვარელი ქალის მიმართ. როგორია? როგორი არის მისი თვალით დანახული ემილი? ნაზი, ხო? ის ფერი, რომელიც არის სიმბოლურ ენაზე თუ გადავთარგმნით, მისტიკურობის, ასევე არამიწიერი მდგომარეობების ფერი და აი ის ფერი ჭარბობს, ხო? მის კაბაში მაგალითად. დააკვირდით ხაზებს, როგორი ტალღოვანია ეს ხაზები, დააკვირდით ორნამენტებს, როგორი დახვეწილია თითოეული ორნამენტი, სპირალურ ორნამენტებს, ხო? და ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გუსტავ კლიმტის შემოქმედებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ასეთ ტალღოვან და სპირალურ ხაზებს. ამიტომ აქ ძალიან კარგად თვლინდება ეს ორი ასპექტი. რეალისტურად რას ხედავს, ანუ რეალურად რას ხედავს, მაგრამ თან ის ასპექტიც, რასაც პირდაპირ ენით ვერ გადმოსცემ, მაგრამ გუსტავ კლიმტს აქვს უკვე თავისი მხატვრული ენა, რომლითაც ის გვითარგმნის თავის დამოკიდებულებებს საყვარელი ქალის მიმართ. გუსტავ კლიმტი იშვიათად მოგზაურობდა ვენის გარეთ. 1902 წელს ის მოგზაურობს იტალიაში. თუმცა განსხვავებით სხვა მხატვრობისგან, რომლებიც ძირითადად მიიწრაფოდნენ ფლორენციისკენ, მაგალითად, რომისკენ, ისინი იხატავდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და პრინციპში არა მხოლოდ რენესანსის, ხოლო სხვადასხვა პერიოდის დიდი ოსტატების ნამუშევრებს, იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაეხვეწათ თავიანთი მხატვრობა, გუსტავ კლიმტი მიდის რავენაში, სადაც ის ნახულობს სან-ვიტალეს ბაზილიკას, რომელიც არის ბიზანტიური ხელოვნების ერთ-ერთი ნიმუში და აი ამ შესანიშნავ მოზაიკებს სან-ვიტალეს ბაზილიკაში. რომელშიც, როგორც ვხედავთ, ფონი არის ოქროსფერი. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ ეს ბიზანტიური ქრისტიანული ხელოვნება ახდენს გუსტავ კლიმტის შემოქმედებაზე ძალიან დიდ გავლენას და მის ცხოვრებაში იწყება ახალი ეპოქა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ოქროს ხანას. მინდა წარმოგიდგინოთ გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული ბეთჰოვენის ფრიზი, სადაც უკვე ჩანს ეს მისი ახალი მხატვრული პერიოდი, ოქროს ხანა და თან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრიზი, ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი, რომელიც ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იცოდეთ, რომელიც მიეძღვნა
ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას. 1902 წლის 15 აპრილიდან 27 ივნისამდე მოეწყო ვენის სეცესიონის მე-14 გამოფენა. და ეს მიეძღვნა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს. გამოფენაში მონაწილეობდა რამოდენიმე ხელოვანი, მაგრამ მე კონკრეტულად გუსტავ კლიმტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელმაც ნამდვილად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თავისი აი ამ ალეგორიული ნამუშევრით, რომელიც, როგორც გითხარით, არის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ალეგორია. ასე იგი, როგორ ხედავს, როგორ გრძნობს მხატვარი აი ამ შესანიშნავ მუსიკალურ ნაწარმოებს, ხო? და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც დასრულდება შეხვედრა, მოგვინდება, რომ ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიას მოусმინოთ. ფრიზი მოიცავს გრძივ კედელზე განლაგებულ კომპოზიციებს და დავიწყოთ მარცხენა მხრიდან. ესე იგი, ჩვენ აქ ხედავთ სამ ჰორიზონტალურად მცურავ თუ მფრინავ ქალებს, ფიგურებს, რომლებიც კატალოგში აღწერილნი არიან როგორც ლტოლვა ბედნიერებისაკენ. და მინდა დააკვირდეთ, როგორი ჰაეროვნებით, გამჭვირვალობით, პლასტიკურობით, სინაზით გამოირჩევიან ისინი, ხო? აი, მაგალითად, დავაკვირდეთ სახეს. ეს განსაკუთრებული ქალურობა ჩანს. აი, ვხედავთ ოქროსფერს აღებავს. შემდეგი შემდეგი ფიგურები ესენი არიან შიშველი ქალი და მამაკაცი, რომლებიც არიან მუხლმოდრეკილები, მათ უკან კიდევ ხედავთ ქალის ფიგურას და ისინი შველას თხოვენ რაინდს, ჯვაროსან რაინდს, რომელიც როგორც ხედავთ შუა საუკუნეების აბჯარში არის გამოწყობილი, ხელში უჭირავს ხმალი. მის ზურგს უკან დგას ორი ალეგორიული ფიგურა, ორი ქალი ამბიცია და თანაგრძნობა, ხო? და მე მგონი, ჩემი კომენტირება არ ჭირდება იმას, რომ მივხვდეთ, რომელი არის ამბიცია და რომელი არის თანაგრძნობა, ხო? ძალიან კარგად და ექსპრესიულად არის გადმოცემული ეს ყველაფერი. შემდეგი ფრიზი და როგორც ხედავთ, აი ეს ფრინავი ქალები მიუყვებიან ამ ფრიზს. შემდეგ ფრიზზე, შემდეგ კედელზე გამოსახულნი არიან ბნელი ძალები. როგორც ვხედავთ, ჩვენს ყურადღებას იპყრობს აი ეს უცნაური მონსტრი, რომელიც არის გოლიათი, მაიმუნის მაგვარი ურჩხული, რომელიც არის გეასა და ქვესკნელის ღვთაების ტარტაროსის შვილი. მის მარცხნივ ხედავთ მის შვილებს, ვნებას, უზნეობას და თავაშვებულობას. აა აუცილებლად ახლოდანაც შევხედავთ ამ ყველაფერს. და მის მარჯვნივ ხედავთ სამ ფიგურას. ესენი არიან გორგონები და მათ უკან ხედავთ სიკვდილის ალეგორიულ გამოსახულებას, რომელიც არის წარმოდგენილი ძალიან გამხდარი ჩონჩხის მაგვარი ქალის სახით, რომელიც გამომწვევად იყურება მაყურებლისკენ. ეს არის მწუხარე ქალი, რომელიც ესე იგი ძალიან ექსპრესიულია, გამოხატავს ადამიანურ ტკივილს და როგორც ხედავთ, არის ძალიან სუსტი, გამხდარი, არც თუ ისე მიმზიდველი, შესრულებული არის მუქ ფერებში, ხო? და ასევე ვხედავთ გველის მაგვარ სხეულებს მის ფონზე. და შემდეგ ფრიზზე ვხედავთ ისევ აი ამ ცურავ ქალებს, რომლებიც განასახიერებენ ბედნიერებისკენ ლტოლვას და ეს ლტოლვა სრულდება პოეზიით, მეგობრებო. ესე იგი, ქალი, რომელიც დგას, არის პოეზია. და როგორც ვხედავთ, კლიმტისთვის ბედნიერებისკენ ლტოლვის ფინალი ეს არის სწორედ პოეზია. შემდეგ მადითან დავაკვირდეთ, აქ ძალიან კარგად ჩანს ისე და ისევ ანტიკურობისაკენ სწრაფვა და ინტერესი.
შემდეგ ვხედავთ ქალების სვეტს, აი მარცხენა მხარეს, რომლებიც არიან განლაგებულნი ვერტიკალურად და ეს სვეტი გრძელდება მომღერალი ანგელოზებით, ანუ ქორო ყავს დახატული კლიმტს. როგორც ვხედავთ, თითოეული ფიგურა გამორჩეული არის დეკორატიულობით, ისევ და ისევ აი ამ განმეორებადი ტალღოვანი ხაზებით, ყვავილოვანი მოტივებით, ხო, აი ნამდვილად კლიმტისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული მიდრეკილებით მშვენიერებისაკენ და აი კლიმტიც სანდრო ბოტიჩელის არ იყოს ყოველთვის მშვენიერების მხატვარია. ესე იგი ეს ქორო სრულდება სიხარულით. კულმინაცია აი ამ ბეთჰოვენის ფრიზისა არის შიშველი წყვილი, რომელიც ერთმანეთს ეხუტება, ეხვევა და ეს არის კოცნა მთელი მსოფლიოსთვის ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მეოთხე ნაწილში შილერის სიტყვების ვიზუალური გამოხატულება. სიხარულო, წმინდაო, ცეცხლოვანო, ნაპერწკალო, ეს კოცნა მთელი მსოფლიოსთვის. და ჩემს ყურადღებას იქცევს ასევე მათ თავზე თითქოს აგიზგიზებული ალი, ხო, რომელსაც ასევე ოქროს საღებავით და ტალღოვანი და სპირალური ორნამენტებით გადმოგცემს გუსტავ კლიმტი. გარდა ალეგორიული მნიშვნელობისა, კლიმტი ამ ნამუშევარში, როგორც გითხარით, პირველად იყენებს, ანუ რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ამ ფრიზის. პირველად იყენებს ოქროს საღებავს და აი ეს ითვლება მისი ოქროს პერიოდის დასაწყისად. გარდა ამისა, როგორც გითხარით, კლიმტის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქალს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კლიმტი სრულიად წყვეტს მამაკაცების ხატვას და მთლიანად ერთვება ქალების უმშვენიერესი სახეების, მხატვრული სახეების ასახვაზე. რომლის ძალიან კარგი მაგალითიც არის იუდითი. იუდითი ეს არის ბიბლიური პერსონაჟი, ებრაელი ქალი, რომელიც თავისი ერის, თავისი ქალაქის გადარჩენის მიზნით ათრობს, ესე იგი ხიბლავს, ათრობს სპარსელ ჰოლოფერნეს, რომელიც მის ქალაქს ემუქრება განადგურებით და ესე ვთქვათ, მიეცემა ვნებას მასთან ერთად და შემდეგ მოტყუებით კვეთს თავს. იუდითის მხატვრულ სახეებს ხვდებით ჯორჯონესთან, სანდრო ბოტიჩელისთან, ხვდებით ასევე მაგალითად კარავაჯოსთან, რომელსაც შესანიშნავი სახე აქვს აი ამ ქალის შექმნილი და იუდითს ცალკე ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ YouTube არხზე. მაგრამ კლიმტის იუდითი გამორჩეული არის იმით, რომ ამ შემთხვევაშიც ძველი ეგვიპტის არ იყოს. კლიმტი გვთავაზობს თანამედროვე სასტიკი და ძალიან მიმზიდველი, სექსუალურად მიმზიდველი ქალის მხატვრულ სახეს. და მხოლოდ აქ, საერთოდ კლიმტთან და კლიმტის ქალების პორტრეტებში ძალიან კარგად ჩანს კლიმტი ქალებს უყურებს ქვემოდან, რაც ძალიან კარგად ჩანს აქაც. ხო? აი, ნახეთ, ამ კონკრეტულ ნამუშევარში, რომლის ჩარჩოს ავტორი სხვათა შორის არის მისივე ძმა, ძალიან კარგად ჩანს, ესე იგი, ერთ-ერთი წამყვანი მხატვრულ გამომსახველობითი საშუალება, რომლითაც იუდითი თავს გვამახსოვრებს, ეს არის რაკურსი. ჩვენ მას ვხედავთ ქვემოდან, ჩვენ მას უყურებთ ქვემოდან, იმიტომ რომ ის არის საბედისწერო ქალის, რომელიც თავის თავში მოიცავს ლამაზ, მიმზიდველ და ამავდროულად ესეთი აგრესიული ქალის მხატვრულ სახეს, მისი სახე, მისი სხეული არის მოცულობითი ფორმებით გადმოცემული, მაგრამ მისი სამოსი და სხეულის გარკვეული ნაწილები არის ბრტყელი და დეკორატიული. ესე იგი, როგორც წეგან აღნიშნე, რეალისტური სამყარო ერწყმის სულიერ სამყაროს.
გარდა ამისა, ჩემთვის საინტერესო რაც არის, მეგობრებო, გასაგები არის ეს უმშვენიერესი ფერადოვნება, აი ახლა მე მოვაახლოვებ და თქვენ შეხედავთ როგორი მრავალფეროვანია, ხო? რამდენ ფერს იყენებს გუსტავ კლიმტი იმისათვის, რომ შექმნას იუდითის სახე. მე ვფიქრობ, რომ ჩემი განსაკუთრებული მტკიცება არ ჭირდება იმას, რომ აი ასეთი მგრძნობელობა ფერის მიმართ, აი რამდენ ფერსაც ახლა ჩვენ ერთდროულად ხედავთ, ნამდვილად ძალიან მაღალ განვითარებულ მხატვრებს ახასიათებთ და კიდევ ერთი რამ. იუდითის მხატვრული სახე, აი ამ მკაცრი, სასტიკი ქალის სახე ძლიერდება მისი თმით, რომელიც პირადად ჩემთვის არის ერთგვარი ავის მომასწავებელი ღრუბელი მის თავზე, ხო, აი შავი ლაქა. ეს არ არის უბრალოდ ვარცხნილობა. ეს არის რაღაც შავი ლაქა, რომელიც ასევე ჩვენზე, როგორც მაყურებელზე, ახდენს გარკვეულ ემოციურ გავლენას. და მე ვფიქრობ, რომ აი ამ შავ ლაქაში ჩანს აი ეს რაღაც ავის მომასწავებელი, რაც შეიძლება გელოდეს, როდესაც აი ასეთ ქალთან იჭერ საქმეს. და რა თქმა უნდა, თავად მამაკაცის მოკვეთილი თავი, რომელსაც სრულიად მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ბიბლიური სიუჟეტის ინტერპრეტაცია, რომელიც, როგორც აღნიშნე, გადმოგცემს არა მხოლოდ სიუჟეტს, არამედ მხატვრის პირად ძალიან ინტიმურ პერსონალურ ცხოვრებას და პერსონალურ დამოკიდებულებებს და ეს არის ძალიან საინტერესო. სხვათა შორის კლიმტი მითოლოგიურ და ბიბლიურ სიუჟეტებში, რომელსაც ის ასახავს, ძალიან ხშირად ავლენს ასეთ მიდგომას. აა კოცნა ხო, რა შეიძლება ვთქვათ კოცნაზე? კოცნაც მიეკუთვნება ოქროს ხანას და ეს არის უკვე პიკი, აი ამ გუსტავ კლიმტის შემოქმედებისა. და ალბათ ერთი ადამიანის არ გვეგულება, რომელმაც ყურმოყრით მაინც არ იცის აი ამ ნამუშევრის შესახებ, ხო? მე ძალიან ხშირად მინახავს ეს ნამუშევარი, მაგალითად, გადაპრინტული სამოსზე, ჭიქებზე, ქოლგებზე. არის რაღაც უნივერსალური აი ამ ნამუშევარში, რომელიც ხდის მას ასეთ მიმზიდველს. აა ვხედავთ მამაკაცს და ქალს ჩახუტებულებს. აქაც ძალიან კარგად ჩანს იერარქია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, მამაკაცი იერარქიულად ზემოთ არის. გარდა ფერისა, ხო, რომელიც არის ასეთი მჟღერი, კაშკაშა, მიმზიდველი, ყვითელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეს ყვავილებით გადაპენტილი საკლდის წვერო, თითქოს უნდა გადავარძნე, ხო? რომელიც აი შეხედეთ როგორი განმეორებადი, უმშვენიერესი, ძალიან ლამაზი, ნაზი ყვავილებით არის მოჩითული. აქვე ვხედავთ ოქროსფერ დეტალებს და ძალიან საინტერესო რამ კიდევ. გარდა იმისა, რომ ისინი არიან იზოლირებულები, რაღაც თითქოს თავის თავში, თავის აი ამ სასიყვარულო ბურუსში გამოკეტილები, როგორც ნაჭუჭში. დააკვირდით, აქაც ვლინდება კლიმტის სიმბოლური აზროვნება. მამაკაცის მხარე არის გეომეტრიული ფიგურებით დაფარული, ხოლო ქალის მხარეს ჩვენ ვხედავთ ორგანულ, ძალიან ბუნებრივ, უფრო სიმრგვალისკენ გარდამავალ ფორმებს, რაც ასევე ქალური საწყისის სიმბოლო არის, ხო? ფერებზე მინდა კიდევ გავამახვილო ყურადღება, აი მაგალითად ეს იისფერი, რომელიც გასდევს ხო სულ კლიმტის შემოქმედებას, როგორც აღნიშნე, ფერების სიმბოლიკაში არის მისტიკურობის, არამიწიერი მდგომარეობების და გარკვეულ შემთხვევებში სიკვდილის სიმბოლოც. ბოლო ნამუშევრად მინდა განვიხილო გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული ძალიან ესეთი მასშტაბური ნამუშევარი, რომელიც მან შეასრულა ბრიუსელში მდებარე სახლისთვის, სადილო ოთახში მან შექმნა აი ეს ძალიან მშვენიერი სიმბოლოებით გაჟღენთილი მონუმენტური ნიმუში, რომელსაც ეწოდება ცხოვრების ხე.
ცენტრში ჩვენ ვხედავთ ხის სტილიზებულ გამოსახულებას, რომელსაც რა თქმა უნდა კლიმტისეულ სტილში სპირალურად აქვს გაშლილი ტოტები. ვხედავთ ქალის გამოსახულებას მარცხენა მხარეს. ვხედავთ წყვილს, ხო, ისე და ისე. ეს მარადიული თემები. ქალი, ეროტიზმი, სიყვარული, აი ამ წყვილის გამოსახულება ნამდვილად მოგვაგონებს კოცნას, ხო? აშკარად ეხმიანება, აი შევხედოთ უფრო ახლოდან, ეხმიანება გუსტავ კლიმტის კოცნას. და როგორც ხედავთ, ფერადოვანი თვალსაზრისითაც განსხვავებული არის, ხო? აი კიდევ უფრო მეტი ფერი ჩნდება თითქოს კლიმტის ნამუშევარში. და აი ეს არის თითქოს შეჯამება კლიმტის შემოქმედებისა, მისი სიმბოლური აზროვნებისა, მასში არსებული თემებისა, მარადიული თემებისა, რომელსაც ის მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ფიქრობს და მე სიმბოლური ენით გადმოსცემს და მოკლედ აი ნამდვილად იმსახურებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს აი ამ მშვენიერ ნამუშევარს. ცხოვრების ხე. 1918 წელს კლინტს ემართება ინსულტი. ის კარგავს მარცხენა მხარეს, პარალიზებულია. და არის ძალიან ცუდად, ისე რომ 4 კვირას ატარებს საავადმყოფოში. თუმცა საბოლოოდ სამწუხაროდ ვერ გადარჩება, რადგან ამ პერიოდში მსოფლიოში მძვინვარებს ეგრეთ წოდებული ესპანური გრიპი და მის ინსულტსთან ერთვის პნევმონიაც. ხო, ესე იგი მე-20 საუკუნის დასაწყისის კორონავირუსი, ესპანური გრიპი, რომელიც სხვათა შორის ედვარდ მუნკმაც გადაიტანა, თუმცა მუნკი გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა. ეს არის გუსტავ კლიმტის საფლავის ქვა, სადაც ჩვენ ვხედავთ მის სახელსა და გვარს იმავე სტილში დაწერილს, რა სტილშიც ის წერდა ხოლმე თავის ნამუშევრებზე, ხო, თავისი ნამუშევრების ჩარჩოებს. რა შემიძლია ვთქვა ბოლოსკენ გუსტავ კლიმტის შესახებ, როგორც გითხარით, ეს არის მხატვარი, რომელმაც ავსტრიული ხელოვნება კიდევ უფრო ახალ საფეხურზე აიყვანა. ის არის მშვენიერების მხატვარი. მე ვერ ვიტყვი, რომ გუსტავ კლიმტი არის შეპყრობილი ქალით, ის არის მოჯადოებული ქალით. და ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ორი სხვადასხვა მდგომარეობა არის, ხო? ის ნამდვილად აღმერთებს ქალს და აი, როდესაც მის ნამუშევრებს უყურებთ და განსაკუთრებით ქალების პორტრეტებს, ჩემშიც პირადად, ხო, როგორც ქალში, განსაკუთრებულ სოლიდარობას და გრძნობელობას იწვევს აი ამ სქესის მიმართ.